მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. და თაფლის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობთ დღეს. მინდა გითხრათ, წლევანდელ სეზონზე როგორია მოლოდინი, მოსავალზე რა მოლოდინი გაქვთ, როგორი მოსავალს ველოდებით და ექსპორტის ნაწილიც ძალიან საინტერესოა. ვიცით რომ იყო შემცირებული, რა პერსპექტივა აქვს წელს ქართულ თავს საექსპორტო პოტენციალი როგორია და აი განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებით რა ხდება და რა მოლოდინები გაქვთ ეს რომ გითხრათ. კეთილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოკლედ მოლოდინები ორგვარი მიზეზია მოლოდინების. ერთი რომ თვითონ როგორი იქნება მოსავალი, ბუნება როგორ მოსავალს მოგცემს. ეს არის ერთი მიზეზი, რომლის პროგნოზირებაც დღესდღეობით შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად მაინც ქართული თაფლის ბაზარი და თაფლის მოსავალი დამყარებულია ძირითადად ბუნებაზე. აქ ჩვენთან ნაკლებად არის ისეთი ხელოვნური სავარგულები და ხელოვნური კულტურები. ნაკლებად არის სხვა ქვეყნებთან განსხვავებით და იქიდან გამომდინარე მხოლოდ ბუნებრივ ესე იგი მოსავალზე ვართ, ასე ვთქვათ, როგორიც არის მაგალითად აკაციის მოსავალი, წაბლის, რა თქმა უნდა, მინდვრის ყვავილები და ასე შემდეგ. ასე რომ მისი პროგნოზირება ცოტა შეუძლებელია, როგორი გაზაფხული იქნება, როგორი გაგრძელდება ამინდები ამის მიხედვით. თუმცა აქ არის კიდე მეორე მიზეზი, თუ რამ შეიძლება კიდე შეაფერხოს მოსავალი. ეს მიზეზი არის ძირითადად დაავადებების მართვა. განსაკუთრებით მეორე წელია უკვე ფიქსირდება საქართველოში ახალი დაავადება, ასე ვთქვათ, ტროპილელეპსოზის სახელწოდებით, რომელიც ესე იგი ახალი არის, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებშიც არ შესულა ეს დაავადება და ამდენად მისი მართვა ჯერჯერობით რთულია, მისი მართვა იქიდან გამომდინარე, რომ მისი სამკურნალო საშუალებები არ არის ბოლომდე მიკვლეული და ეს დაავადება შემოვიდა დიდი ალბათობით არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან, რუსეთის გავლით და ეს ეხლა ამ დილემის ესე ვთქვათ წინაშე არიან მეფუტკრეები თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას, რომ ფუტკარი გადაარჩინონ. ეს არის კიდევ ესე განმეორდები, რომ ახალი დაავადება რისი მართვაც გაჭირდება, თუ არა ჩართულობა ერთობლივი მუშაობა სახელმწიფოსი ჩვენი მეფუტკრეთა გაერთიანების ჩვენ მალე რამდენიმე დღეში შეიძლება ერთ კვირაში ვთქვათ ვაყალიბებთ ჯგუფს სახელმწიფოსთან ერთად და ასევე ამ ჯგუფს ექნება სამეცნიერო კვლევითი მიმართულებაც, რომელიც თან ანუ გადამჭრელ ღონისძიებებთან ერთად თან გამოიკვლევს, შეისწავლის ამ დაავადების მართვის მეთოდებს და ასევე ევროპისთვისაც ცნობილია ჩვენთან ეს მდგომარეობა და შესაძლებელია შეესაძლოა ევროპიდანაც სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ და ჩამოვიდნენ და დაგვეხმარონ ამის მართვაში. ეს მოკლედ ანუ ეს მიზეზი ჩვენი ესე იგი მოსავლიანობის წელს, რასაც უნდა ველოდოთ, ასე ვთქვათ, ბუნებასთან ერთად არის ეს დაავადება, რომლის მართვაც დაგვჭირდება სასწრაფო სწრაფი რეაგირების, ესე ვთქვათ, ჯგუფი შეიძლება ესე დავარქვათ, რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ, ესე ვთქვათ, ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად, რომ სწრაფად მართოთ, რომ ნაკლები ზარალი მიიღოს წელს მეფუტკრემ, განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოზე ითქმის, გურია, სამეგრელო, იმერეთის ზონაზე, სადაც ფიქსირდება უკვე ეს დაავადება საკმაოდ დიდი დოზით და რა ვიცი, უფრო მეტად ამაზე უნდა იყოს
ეხლა სწორება და რა თქმა უნდა მოსავალიც ფუტკრის ოჯახების შენარჩუნება გამრავლებაზე და შემდგომ ესე იგი ამაზე არის ზუსტად დამყარებული ჩვენი შემდგომი მოსავალიც რა თაფლის. საექსპორტო ნაწილზეც რომ ვთქვათ პოტენციალი წელს აი როგორ ხედავთ რატომ იყო შემცირებული ევროკავშირის ბაზარზე გატანა რა მიზეზები იყო და აი წელს როგორ ვფიქრობთ წასასვლელად იქნება ამმართველი. კეთილი. პრინციპში მას მერე რაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა ჩვენთვის ეხლა მთლიანად ჩვენი საექსპორტო პოტენციალი კი გახსნილია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებული ვართ საერთო ბაზარზე, ანუ საერთო ნიშნული მოსავლიანობის ევროპის ბაზარზე, როგორი იქნება მოსავლიანობა თაფლის და აქედან გამომდინარე, ანუ ეს არეგულირებს მის თვითღირებულებას თაფლის. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ შემცირდა შარშან, ეს მთლიანად დამოკიდებული იყო მიზეზს ვიტყვი, რომ ევროკავშირში თაფლის თვითღირებულება შემცირდა და იქიდან გამომდინარე, რომ მოსავალი იყო ევროპაში საკმაოდ მაღალი თაფლის და ჩვენმა ჩვენთან თაფლის ღირებულებამ, თვითღირებულებამ კონკურენცია ვერ გაუწია. მე არ გულისხმობ ხარისხს. ხარისხში საკმაოდ მაღალი ხარისხის თაფლი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ დღესდღეობით ჯერჯერობით ევროპის ქვეყნები აქცენტს აკეთებენ ხარისხზე მეტად თვითღირებულებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ საბითუმო ფასებში, ანუ საბითუმო ტყიდულობენ ჩვენგან ჯერჯერობით თავს. ანუ ევროპის ბაზარზე თაფლი ჩვენგან საქართველოსთან გადის არა დაფასოვებული და ესე ვთქვათ პირდაპირ დახლზე კი არ ხდება როგორც საქართველოს სახელი, არამედ იქაური ქარხნები იბარებენ და შემდგომ ის ხდება შერევა სხვადასხვა თაფლებში და ქართული სახელით ესე ვთქვათ მათ დახლებზე ჯერჯერობით თაფლი არ არის, არ დევს. და აქედან გამომდინარე საბითუმო ფასიც ამ ვართ ესე ვთქვათ მიკერებული ამ საბითუმო ფასს. თუმცა თუ კი გავალთ დაფასოვებული სახით და იქაურ რომელიმე ესე ვთქვათ მარკეტულ ქსელს აითვისებს რომელიმე ჩვენი კომპანია, ქართული კომპანია, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტად გაზრდის მეფუტკრის ესე იგი თაფლის ღირებულებას და უფრო მეტი პერსპექტივა შეიძლება გაჩნდეს გადახდისუნარიანობის კუთხით ევროპისგან, ანუ მეფუტკრისთვის რა ესე ვთქვათ. ხო, მაგრამ ევროპის გარდა დაგვავიწყდება, რომ არის ასევე ძალიან აქტიურად ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატები, აზიის ბაზარი და შარშანდელი ესე გაყიდვები ქართული თაფლის ძირითადად დაახლოებით 25 ტონა ფიქსირდება ძირითადად ამ ბაზრებზე, აზიურ და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე. ხო, ასევე არის არალეგალური ბაზარი სამწუხაროდ თურქეთში. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კვოტა, კანონში გვიწერია, რომ 200 ტონა დაახლოებით შეუძლია ქართულ თაფლს მოხდეს თურქულ ბაზარზე, თუმცა ისევ და ისევ შეფერხება ესე იგი ალბათ უფრო აქ სახელმწიფოთა შორის უნდა მოხდეს მოლაპარაკება, რომ დაუშვან ჩვენი თაფლი თურქეთში. აქ სავარაუდო ჩვენი აზრით იქაური მეფუტკრეთა გაერთიანების თურქეთის მეფუტკრეთა გაერთიანების მესვეურები ბლოკავენ სავარაუდოდ არა მარტო ქართულს, ნებისმიერ ექსპორტირებულ თაფლს თურქეთში. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ თურქ მეფუტკრეებს და თუმცა კიდევ ვიმეორებ კანონით ჩვენ შეგვიძლია 200 ტონა წელიწადში შევიდანოთ თურქეთში. აქედან გამომდინარე ხდება არალეგალური გატანები თურქეთის ტერიტორიაზე, ესაც გარკვეულწილად შვება ქართველი მეფუტკრისთვის, ძირითადად წაბლის თაფლზეა მოთხოვნა თურქეთში და წელსაც ვარაუდობთ, რომ ალბათ ისე გაგრძელდება, თუმცა
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სახელმწიფოსთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი გაერთიანებაც ხდება იქაურ ასოციაციებთან შეხვედრების გვაქვს, ამასთან დაკავშირებით თურქეთთან, ამ თაფლის გატანასთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს ლეგალური ბაზარიც გაიხსნება და თურქეთის მიმართულებაც იქნება ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მეფუტკრისთვის, ლეგალური შემოსავლის წყარო. ხარისხთან დაკავშირებით, ხარისხის ნაწილში კითხვის ნიშნები არ არის ექსპორტზე, როცა ვსაუბრობთ, თქვენ სამწუხაროდ საუბარს ახსენეთ, რომ ფალსიფიცირებული თაფლის პრობლემები ევროკავშირში. ჩვენთან მიმართებაში როგორ დგას ეს საკითხი? ჩვენ ხარისხი მოკლედ, მას შემდეგ რაც ევროპულ ბაზარზე ესე იგი დაიშვა ქართული თაფლი, მას შემდეგ რაც ევრორეგულაციებს შეუერთდა ქართული კანონმდებლობაც, თავისთავად მოხდა ბევრი რამის გადაიარაღება, გაანალიზება, მეფუტკრეთა გაერთიანება აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში განათლების მიმართულებით, ამას გულისხმობ. ძირითადად ესე იგი ძალიან დიდი შრომა გავწიეთ განათლების ცენტრთან ერთად, რომ ესე იგი განათლება, მეტი განათლება შესულიყო მეფუტკრეებში, რაც გულისხმობს ზუსტად სუფთა უსაფრთხო პროდუქტის მიღებას მეფუტკრისგან, ისეთი პრეპარატების, ისეთი წამლების გამოყენებას მეფუტკრეობაში, რომელიც არ დააბინძურებს თავს და ასევე ფუტკრის სხვა პროდუქტებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო, ძალიან დიდი ესე იგი ვარდნა იყო, ესე ვთქვათ, ესე იგი დაბალ ნიშნულზე წამოვიდა ამ აკრძალული ნივთიერებების დონე თაფლში, თუმცა შარშან რაც დაფიქსირდა, ვთქვათ, უბრალოდ შარშან წინდელი 23 წლის მოსავალზე იყო ეს, რომ 5%-ზე ესე იგი მოხდა ანტიბიოტიკების აღმოჩენა. 100 შემთხვევიდან 5 და 5 კი. ამის გვამინდა რომ ეს არის საერთო მდგომარეობიდან რაც იყო, ვთქვათ, 4-5 წლის უკან, ეს ვთქვათ, ძალიან მცირე ფაქტიურად მაინც დადებით კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ევროპაშიც კი ამაზე მაღალია დანაგვიანების რისკი, ამაზე მაღალი არის ესეთი შემთხვევითობის პრინციპით ხდება ამის აღმოჩენა და ამოღება, მაშინ ვთქვათ, საგანგაშოს ვერ დავარქმევთ პირიქით, ესე იგი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ქართულ ბაზარზე მეფუტკრეობაში დაავადებების დონე საკმაოდ მაღალი იყო, გაზრდილი, რის გამოც იყენებენ ისეთ პრეპარატებს ხშირად, რომელიც ანტიბიოტიკებს გულისხმობ, რომელიც შემდგომ ფაქტიურად დამაბინძურებელი ხდება პროდუქციის. ამ მაინც ესე იგი დადებით კონტექსტში ვიტყვი, რომ მით უმეტეს, რომ ესეთი პრეპარატები ძირითადად არაკონტროლირებულ ტერიტორიებიდან შემოაქვთ და ხმარობს მეფუტკრეს შემდგომ, რომ ესე ვთქვათ, გადაარჩინოს ფუტკარი, მაგრამ აქ ბევრი კითხვის ნიშანია, მისი გადარჩენა მაინც დიდი ალბათობით ვერ ხდება. ამიტომ ვიძახი, რომ განათლებას არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ იგეგმება ამ განათლების ცენტრთან ერთად გაერთიანების ჩართულობით ტრენინგების ჩატარება მეფუტკრეებისთვის, რომ უფრო მეტი ესეთი შევიტანოთ მეტი კულტურა ფუტკრის, ესე ვთქვათ, ფუტკრის ოჯახების და ზოგადად ესე იგი ფუტკრის პროდუქტების, საიმედო ფუტკრის პროდუქტების მისაღებად, რომ მეფუტკრემ უფრო მეტი იშრომოს, უფრო მეტი გაიგოს ესე განათლების კუთხით და ეს არ თუნდაც ეს ანტიბიოტიკი იქნება, პესტიციდი თუ სხვა ნივთიერებები, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ამას, რომ სუფთა პროდუქტი მიიღოს მეფუტკრემ. ამას ჭირდება ისევ და ისევ განათლების კუთხით არ უნდა გაჩერდეს ეს მიმართულება და წელს ისევ იგეგმება ესეთი ტრენინგები ფართო მასშტაბიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს რა თქმა უნდა აქ
სახელმწიფო გვიდგას გვერდში, ჩვენს ერთობლივად მუშაობთ, თუმცა აქ არის კიდევ ესე ვთქვათ, აქ ორი რამ შეიძლება გამოიკვეთოს, მოდი ესე ვთქვათ, მეფუტკრეობაში, სახელმწიფოსთან მიმართებაში და სახელმწიფოს მიდგომა მეფუტკრეობასთან მაინც უნდა განიხილოს დადებით კონტექსტში, იმიტომ რომ უამრავი პროექტი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეობისთვის, ვთქვათ, თუნდაც ეს სკების პროექტი, FAO-ს ჩართულობით იდენტიფიცირების ბაზა შეიქმნა და მიდის ეს პროცესი, რომ ყველა საფუტკრე მეურნეობა აღირიცხოს. ეს ყველაფერი თითქოს მცირე ნაწილებია, მაგრამ ერთიან სისტემურ ჯაჭვში წინ წასწევს ჩვენ დარგს. ამას აუცილებლად შემდგომ უნდა დაემატოს და ალბათ განვითარდება უпростоრად აღსრულება მიეცემა მთავრობის რეგულაციას. ფუტკრის ოჯახების მთავრობა მნიშვნელოვანი საკითხია, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის დროს ხდება ზუსტად დამბინძურება ფუტკრის ოჯახების და მისი რეგულაცია უნდა მოხდეს ვეტერინარების ჩართულობით, რომელიც ჯერჯერობით ესე იგი პრობლემურია დღესდღეობით სახელმწიფოსთვისაც. თვითონ დარგში არსებული ამ ვეტერინარული კონტინგენტის არარსებობის გამო ძალიან მცირეა ასეთი რესურსი და აქედან გამომდინარე გაერთიანებასაც გვაქვს ჩვენი ხედვა, შეთავაზება და ალბათ დავჯდებით, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ხშირი შეხვედრები, ეხლაც განახლდება ისევ წელს სამინისტროსთან ერთად შეხვედრები და ალბათ ამ გამოსავლის ძიებაში მივიღებთ უკეთეს შედეგს. კი ბატონო, და ერთსაც გითხავთ, აი ანტიბიოტიკებით დაკრძალული ნივთიერებებით დაბინძურებაზე როცა საუბრობთ, თქვენ შემცირებულია მაჩვენებელი, აი წინა წლებს რო შევადარებთ, ადრე პროცენტულად რა პროცენტი იყო და ახლა აი რამდენი როგორ შემიცირდა და რა პროცენტია? როცა საწყისი ნიშნულიდან დაიწყო კვლევები დაახლოებით 5 წლის უკან ვიძახი, ზუსტად წელი შეიძლება ერთ წელიწადში იყოს სხვაობა, 95% იყო საშუალო წარმოიდგინე დაბინძურების მაჩვენებელი. და წარმოიდგინეთ ახლა შემდგომ 2%-ზე დავიდა 3-ზე და ახლა 5%-ზე ეს არის კიდევ ვიძახი არა საგანგაშო, არამედ პირიქით კაი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებები ჭარბობს მეფუტკრეობაში და მეფუტკრე იძულებულია ხშირად ესეთი რაღაც ნაბიჯი გადადგას და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ეს არ არის საგანგაშო, როგორც გაჟღერდა ამასინაც იყო ტელევიზიებშიც გაჟღერებული, რომ ეს არ არის რომ ესეთ დავაინტრიგოთ მომხმარებელი და ასე შემდეგ, ძირითადად ჩვენი თაფლი, ქართული თაფლი, ჩვენ ბაზარზე რაც იყიდება, არის ძალიან ესე ვთქვათ, ჩავთვალოთ 95% არის მარგებელი და რა ვიცი, უნდა ენდოთ ქართულ თაფლს. ფალსიფიცირების პრობლემა თაფლის ფალსიფიცირების პრობლემა ძალიან დადებითი კუთხით მიდის, ისევ და ისევ თუ ავიღებთ ბოლო 5 წლის წინ და იმის იქიდან და შემდგომ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ეხლა ოფიციალურ ბაზრებზე, მაღაზიებს, მარკეტებში იყიდება ძირითადად ესე იგი არაფალსიფიცირებული, არამედ სუფთა თაფლი, ნატურალური თაფლი. ხოლო ფალსიფიცირებული თაფლი ძირითადად მაინც შეინიშნება არაკონტროლირებად ბაზრებზე. ტურისტულ ადგილებში შესაძლებელია ესეც ვთქვათ, შეიძლება ესეც ვთქვათ, რომელიც აუცილებლად მისახედია, ეს მეფუტკრესაც აყენებს თავისთავად და მომხმარებელსაც თანაბრად ზიანს და ამასთან ბრძოლის მიმართულების გეგმაც გვაქვს ჩვენებული და რა ვიცი, მე მგონი ისევ და ისევ ერთობლივად სახელმწიფოსთან ერთად ეს ნიშნულიც იმედი გვაქვს, რომ დავა შემცირდება. ძალიან დიდი მადლობა.
ბრძოლასაც იწყებთ, მათ შორის იქნება საერთო ჯგუფი. აი, ამ კუთხით მოინტერესებს, რამდენი შეიძლება შეამციროს ამან მოსავალი, ამ გამოწვევამ დღეს მიმდინარე წელს და ასევე საინტერესოა, რამდენი ხანია რაც ეს პრობლემა უშუალოდ ძალიან მძიმედ სექტორისთვის და დამიანებული ხომ არ არის მათ შორის რეაგირება, როგორც უფრო სწრაფად ხომ არ ისმის რომ ახალია და ჯერ ამ მიმართულებით გამოცდილება საერთაშორისო ნაკლებად არის, მაგრამ უფრო სწრაფი რეაგირება ხომ არ უნდა ქონოდა მათ შორის. გასაგებია. მოკლედ შეიძლება ასე მივუდგეთ ამ საკითხს. კი ბატონო, შეიძლება სწრაფი რეაგირებას მოხდარიყო, თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ თვითონ აი ყველაზე ეხლა ესე ვთქვათ ამოსავლის წერტილად, როცა რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაღაც დადებით გადაჭრებზე, ხო საკითხის, ევროპის მოვიშველიეთ ხოლმე ევროპას, იმიტომ რომ მეტად არის იქ სისტემა დაალაგებული, ხო? აი ევროპაშიც კი ამ დაავადებასთან მიმართულებით ესე იგი მიდის მსჯელობა, იქაც ზუსტად არ იციან, იმიტომ რომ არ ყოფილან ამის წინაშე, რომ აქ იმდენად მოულოდნელად შემოვიდა ესე ვთქვათ ეს დაავადება. მოულოდნელად შეიძლება მოლოდინის ბევრი რამისაც იყო, მაგრამ მაინც ჩვენ დღესაც ვართ იმის წინაშე, რომ ზუსტი მართვა არ ვიცით, იმიტომ რომ აზიაში, სადაც დიდი რამდენიმე წელია უკვე დიდი ხანი არის ეს დაავადება, აზიაშიც ვერ მართავენ ამ დაავადებას, ესე ვთქვათ, კარგად, ესე ვთქვათ. ამიტომ კიდევ ვიძახი სამეცნიერო წრეები ევროპაშიც ჩვენთანაც მუშაობენ იმისკენ, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ ესე იგი უფრო კარგი პრეპარატი შეიქმნას. ვიდრე ვთქვათ, ეხლა არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომელიც ზუსტი მოქმედების ესე იგი პროცენტულობა ჯერ არ არის დადგენილი, უფრო სწორად სამეცნიერო კვლევებით დადგენილი. რა პროცენტში ადგენს ესა თუ ის პრეპარატი, რომ ანუ მოქმედების მექანიზმი, რომ ამ დაავადებას უკეთესად გავუმკლავდეთ. და რამდენი შეიძლება მოსავალი შეეციროს და მათ შორის რაღაცნაირად თუ პროცესები არ გადავალოს აზიის მაგალითი გვაქვს კონსახსენად. სადამდე შეიძლება მივიდეს, ესე ვთქვათ, რა გამოწვევამდე შეიძლება მივიდეს საბოლოო სექტორი. ეხლა ჩვენი საშუალო გათვლით ეხლა ესეთი რაღაც არის ესეთი ის, რომ შეიძლება 50% დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახები განადგურდეს ამ დაავადების კუთხით. ეს ალბათ უფრო ივლისის აი ამ ზაფხულის პერიოდში გამოვლინდება, ხომ, მაგრამ თუმცა მე მაინც უფრო მეტი იმედი მაქვს, რომ ეხლა რაღაც ესე იგი რამდენიმე პრეპარატი დაიტესტა, იტესტება, ესე ვთქვათ, არალეგალურად, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, სხვა მეურნეობები არაკვლევი სამეცნიერო მიმართულებით, არამედ თვითონ მეფუტკრეები დებენ, ასე ვთქვათ, რაღაცა ესე ვთქვათ, სატესტო პასუხებს და დადებითი სიგნალები მოდის, რომ კარგად იმუშავა ამ დაავადებაზე ამა თუ იმ პრეპარატმა და შესაძლოა არ იყოს ესეთი დიდი ისაც, რასაც ვარაუდობთ დაცემა და ლეტალობა ამ ფუტკრის ოჯახების. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ რომ ეს ჯგუფი იქნება ქმედითუნარიანი, რაც უნდა შეიქმნას ჩვენ სოფლის სამინისტროსთან ერთად და თქვენ ბრძანეთ, რომ რა შეიძლება, რომ ეს უფრო მზად ყოფილიყავით. კიდევ ვიძახი, აი ბზაობა არა დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ იყო ეს ჩვენთან მსჯელობა, რომ ერთადერთი შეიძლება კარანტინი დაწესებულიყო, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ეს კარანტინის დაწესება აი სხვა დაავადებებთან მიმართებაში ევროპაშიც კი ანახა, რომ ისეთი შედეგს ვერ დებს, ესე ვთქვათ, მით უმეტეს ჩვენთან ძალიან დიდი ბევრი ხმელებია, ესე ვთქვათ, მისი კონტროლი, ახსულების მექანიზმი ძალიან რთულია. ამიტომ ეს კარანტინის, ფიქრობ კარანტინის ალბათ ესე ჩავთვალოთ, რომ კარანტინის დაწესება
იქიდან გამომდინარეც არის რომ ამ დაავადების თვითონ მოხდა მეფუტკრეების მხრიდანაც უბრალოდ რომ არ გამხილულიყო და ჯერ არ იყო ჯერ ცნობადი ეს და იცოდნენ რაღაცა საშიდელი დაავადება თუმცა არც ესე არ არის მთლად ამიტომ დამალვა ხდებოდა მეფუტკრეების თუ დამალვა მოხდება ამ საკითხის ვერც კარანტინის გამოაცხადებ ვერანაირ მედიცინურ ღონისძიებას ვერ მიიღებ ეხლა იცვლება ეს მდგომარეობა ეხლა კი არ მალავენ პირიქით იძახიან თუ არის ეს დაავადება რომ უშველოთ იმ საფუტკრეს და რა ვიცი ეხლა უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფოსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ რა ჯობია როგორ ჯობია ამის წინააღმდეგ მეთოდები რა მეთოდებით შეიძლება შევაკავოთ ეს დაავადება თუმცა ამ დაავადების გარდა ისევ ისე სტაბილურად რაც არსებობდა ისინიც არანაკლებ საჭია ისევ და ისევ ვაროატოზი არის კიდევ ბაქტერიული დაავადებები არის სიდამპლეების სახით და ამასთან ბრძოლაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მუდმივ რეჟიმში უნდა ვიყოთ ყველანი ერთად ტროპილელაფსოზი ეს დაავადება ახლა